ეს კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა გუნდია. უკვე რამოდენიმე წელია ისინი მრავალბრენდიან სავაჭრო კომპანია ედრესში ერთად მუშაობენ. კომპანიის დამფუძნებელი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი კვალიფიციური გუნდია. კომპანიის 18 თანამშრომლიდან 5 კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია. მე მარკეტოლოგი, ფინანსური მენეჯერი, ოპერაციული დირექტორი, მარკეტინგი, ფინანსური ანალიტიკოსი, ფინანსა. კავკასიის ბიზნეს სკოლა მოგცა იმის ბაზად ცოდნას და რაც ყველაზე მთავარია, ბიზნეს სკოლა რასაც გაძლევს, რომ ადამიანი ჩამოყალიბდა ინდივიდად, შენი ადგილი დაიმკვიდრო საზოგადოებაში, შენი ადგილი დაიმკვიდრო ამ ცხოვრებაში. დავით სონღულაშვილისა და მისი გუნდის მსგავსად ისინი კავკასიის ბიზნესის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან. მათ შორისაა ბორის ლეჟავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი. კავკასიის ბიზნეს სკოლის უპირატესობას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი. კავკასიის ბიზნეს სკოლა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი გახდა. კავკასიის ბიზნეს სკოლას გააჩნია სიმენის საერთაშორისო აკრედიტაცია და კავკასიის ბიზნეს სკოლა ედუნივერსალის სამეცნიერო კომიტეტის მიერ დასახელდა ნომერ 1 სასწავლებლად საქართველოში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გაცვლითი პროგრამები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია 40-ზე მეტ ქვეყანასთან. გარდა ამისა, ჩვენ გაგვაჩნია ორმაგი ხარისხის პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლების 3 წლის განმავლობაში სტუდენტი სწავლობს საქართველოში, ხოლო მე-4 წელს იგი მიემგზავრება ჩვენს პარტნერ უნივერსიტეტში და მთლიანი პროცესის დამთავრების შემდეგ იგი იღებს 2 დიპლომს. ყველა კურსზე პირველი 3 სტუდენტი რეიტინგში თავისუფლდება გადასახადისაგან, ასევე მესამე კურსის მეორე სემესტრში რეიტინგში 3 სტუდენტი მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში კავკასიის ბიზნეს სკოლის დაფინანსებით. კავკასიის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა 95% უკვე დასაქმებულია სწავლების დამთავრების შემდეგ. ვიყავი ჩესტერში კავკასიის უნივერსიტეტის დახმარებით. საშუალო მომხდარა რომ ამეღო 2 დიპლომი კავკასიის უნივერსიტეტის და ჩესტერის უნივერსიტეტის. ყველაფერს თავი დავანებოთ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ვისწავლეთ. ლივერპულის თამაშებსაც ხო ვიყავით? რამდენი ქვეყანა ნახეთ? მეც ხო? შეიძლება ოცნებები არ სწავლდება. კავკასიის უნივერსიტეტიდან წასული ვიყავი ლატვიაში, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2010 წელს ერთი სემესტრის ვიყავი გაცვლითი პროგრამით სამხრეთ კორეაში. ჩემი სამეგობრო წრე გაფართოვდა და ახლა უკვე მყავს მეგობარი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელთანაც მაქვს ყოველდღე ურთიერთობა. ჩვენი მეგობრები, ესპანელები, გერმანელები, იტალიელები, ძალიან პრინციპში საერთოდ ჩავიდეთ ყველგან დაწესებია. ხო, როგორც ჩვენ ვთქვით ისე. კავკასიის ბიზნესის სკოლამ მუნცა იმის შესაძლებლობა, რომ 19 წლის ასაკში მეცხოვრა პარიზში. და სრულიად სხვა ადამიანები ჩამოვედით, ჩვენ ყველაფერს როგორც ვიღოთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, მარტო ცხოვრების პლუსი არის როგორც იმისთვის, ასევე პიროვნულადაც და კარიერისთვის, პირადი გამოცდილებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისაც. ხარცობისთვის არა, ნამდვილად. სუდი არ არის ამ.